მაყურებელს. დიახ, როგორც აღნიშნეთ, სტუმართან ერთად ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდით. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსებზე უნდა ვისაუბროთ და ზოგადად იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც სპორტის მიმართულებით არის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრი პროექტი უკვე დასრულდა, ბევრიც კი უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი სტუმარი კი არის გიორგი შონია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი იმისათვის, რომ მოგბრძანდით ჩვენთან და დრო დაგვითმეთ, რადგან ვიცით, რომ არაერთ საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. როგორც ვიცით, ქვეყნის მასშტაბით ზოგადად არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა შენდება, ასევე ხდება რეაბილიტაცია და ზოგადად საინტერესო არის ფონდის ჩართულობა ამ მიმართულებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გიორგობის წმინდა დღესასწაული, როგორც თქვენ, ისე სრულიად საქართველოს. რაც შეეხება რეგიონში განსახორციელებულ პროექტებს და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ვიცით, დღევანდელ ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი და პრიორიტეტი წარმოადგენს ძლიერ რეგიონს და რეგიონში განვითარებულ რეგიონს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი და წვლილი მიუძღვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მასში შემავალ უწყებებთან ერთად და რა თქმა უნდა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული განვითარების ფონდი. დღეის მდგომარეობით ჩვენ რეგიონში ვახორციელებთ როგორც მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსებს, საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს, სარაგბო მოედნებს, ასევე სპორტის სასახლეს პროექტება მიმდინარეობს ქუთაისში. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ისე ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში და მიმდინარე პროცესებში ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ როგორც სპორტულ ფედერაციებთან, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. დიახ, საინტერესო არის აი ჯამში რამდენი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება და ასევე როგორც ვიცი, ქუთაისშიც არის დაგეგმილი სპორტის სასახლის მშენებლობა და ამის შესახებაც რომ ვუამბობთ ჩვენს ტელემაყურებელს. ჯამში დაგეგმილი გვაქვს 40 მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 11 ლოკაციაზე საპროექტო სამუშაოები. ეს კომპლექსები მოიცავს როგორც სპორტის კომპონენტს, ისე სახელოვნებო სტუდიებისთვის საჭირო დარბაზებს და ინვენტარს. რაც შეეხება ქუთაისის სპორტის სასახლეს, ქუთაისის სპორტის სასახლე პროექტირებას მიმდინარეობს ასევე, რომელშიც ჩართულია უმსხვილესი საერთაშორისო საპროექტო კომპანია გენსლერი და რაც ითვალისწინებს 5000 მაყურებელზე გათვლილ დარბაზს, რომელსაც ექნება საშუალება უმასპინძლოს როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ისე კულტურულ თუ სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებს. როგორც ვიცი, ასევე UEFA სტანდარტების შესაბამისად ხდება სტადიონების რეაბილიტაცია, მშენებლობა და ამ მიმართულებითაც რომ ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, თქვათ რამდენი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე და რა იგეგმება ამ მიმართულებით კიდევ. დღეის მდგომარეობით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 12 UEFA სტანდარტის საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მშენებლობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 10 მოედნის პროექტირება. პროექტირებაზე მინდა აქვე დავამატო, რომ ჩვენ პროექტირების ეტაპზე დავამატეთ კონკურსის წესი, სადაც ჩართულები არიან ქვეყნის მასშტაბით დარგის წამყვანი სპეციალისტები, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის პროექტები. ასევე ტექნიკური ცენტრების მშენებლობაც მიმდინარეობს, როგორც ვიცი და ამ თემაზეც რომ გითხრათ, რა ეტაპზე არის ამ მიმართულებით სამუშაოები. საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს გულისხმობთ, ხო? დიახ, როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთი არის ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სპორტის სახეობა და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტექნიკური ცენტრების ქვეყნის მასშტაბით ალბათ იქნება ყველაზე მოთხოვნადი ობიექტები. მაგალითს მოგიყვანთ ერთ მაგალითს, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რევაზ სოხაძე იყო ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი და ხდებოდა მოსახლეობა სხვადასხვა უბნებში. ერთ-ერთ ლოკაციაზე ადგილობრივი გუნდი ვარჯიშობდა, სადაც დაახლოებით 50 ბავშვი იყო სულ გუნდის წევრი და იყო დაანგრეული ეს საბურავით მოწყობილი კარები და ასე შემდეგ. მაშინ მათი თხოვნა იყო მოედნის კეთილმოწყობა და
ერთ-ერთი პირველი ტექნიკური ცენტრი აშენდა მაშინ ვარკეთილში და პროექტის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში უკვე ადგილობრივი 1000-მდე ბავშვი დადიოდა უკვე ამ მოედანზე ფეხბურთზე და აქედან გამომდინარე მგონია რომ უნიშნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება დღეს უკვე და მიმდინარეობს 31 ლოკაციაზე სამშენებლო საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში დანარჩენ 24 ლოკაციაზეც გამოცხადდება ტენდერები. რაგბის შესახებაც მინდა რომ ვისაუბროთ, რადგან როგორც ვიცი, სარაგბო კომპლექსების რეაბილიტაციაც ხორციელდება და ასევე ახალი სტადიონების მშენებლობაც იგეგმება და მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ და გაგვაცნოთ უახლესი ინფორმაცია ამ მიმართულებითაც. როგორც ცნობილია, წელს საქართველოს მასპინძლობს 20 წლამდე სოფლიო ჩემპიონატს რაგბში. აქედან გამომდინარე ჩვენ დაწყებული გვაქვს 5 მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე ზაფხულში უნდა იყოს დასრულებული და მზად უნდა იყოს ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის. გარდა ამისა დაგეგმილი გვაქვს 18 ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, უკვე 12-ის პროექტირება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, ასევე ზუგდიდის და ახალციხის კომპლექსები უკვე დასრულებული არის და საინტერესო არის ამ კომპლექსების შესახებაც რომ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რას მოიცავს და მოქალაქეებს რას თავაზობს ეს კომპლექსები. დიახ, აღნიშნული პროექტები უკვე დასრულებულია, ექსპლუატაციაშია. ეს პროექტები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა და არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. ზოგადად მულტიფუნქციური კომპლექსები და ნებისმიერი სპორტული ობიექტები, მე ვფიქრობ, არის უმთავრესი ინვესტიცია განხორციელებული მომავალში და ამის ეფექტს ჩვენ რამდენიმე წელიწადში ყველა ერთად ვიხილავთ, მე დარწმუნებული ვარ და ჩვენ ალბათ სულ ცოტა ხანში მოგვიწევს ჩემპიონთა ლიგაზე არა მარტო ცალკეული ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრობა, მე მგონია რომ ამ ყველაფერის შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილავთ ქართულ გუნდებსაც ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ტელემაყურებელმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო აი ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ საუბრობდით ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ მიმდინარე და მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სპორტის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს. ჩვენი სტუმარი კი იყო გიორგი შონია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მე კი აქვე დავემშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი